მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC. ეპიზოდის სპონსორი არის ამბავი ვაინ, ღვინო, რომელიც ისტორიას მოგითხრობთ, ხოლო ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის თორნიკე შარაშენიძე. ჩვენი არაერთგზის სტუმარი, ძალიან ბევრ ეპიზოდებში. ამ სტუდიაში პირველად და კიდევ სტუდიაში პირველად და რა ვიცი, ალბათ 10-ზე მეტი ეპიზოდი მაინც გვაქვს ჩაწერილი, სუმცირე რა. თორნიკე არის დიპლომატიის ისტორიის რამდენიმე ტომის ავტორი, რომელიც თემების სპეციფიკურად ჩვენ განხილული გვაქვს ამ პოდკასტში. ნუ ყველაფერი არა, მაგრამ ხო და ყველაფერი არა, მაგრამ უმეტესი თემები მაინც ასეთი განხილული. საიდუმლოს ეხა მეოთხეს რო დავამთავრებ დიპლომატიის ისტორიის მეოთხე ტომს, მე ვაპირებ სწორედ დაძვერვაზე დავწერო წიგნი. დღეს ხო დაძვერვაზე დღევანდელი თემა კი გვაქვს დაძვერვა. თორნიკე ასწავლის დაძვერვას კი მაგისტრატურაში. საგანია ჯიპაში, მაგისტრატურაში დაძვერვა. ვინაიდან ეს ძალიან საკვანძო და მნიშვნელოვანი თემა განსაკუთრებით მე-20 საუკუნისა და თანამედროვეობისათვის, ხო? ნუ ყოველთვის იყო ეხა ისტორიულად, მაგრამ განსაკუთრებით ამ პერიოდში ბევრი ისეთი ამბავი, ბევრი ისეთი კონსპირაცია უკავშირდება ამას, რაზეც ხალხს ძალიან უყვარს ხოლმე საუბარი სხვათა შორის, მაგრამ ბევრი რამე ეხა ეგ ტყუილია, ზოგიერთი რაღაც მართალია, ზოგჯერ პატარა სიმართლის მარცვალი არის ხოლმე რაღაცა, მაგრამ დანარჩენი გაფორმებული არის, რა თქმა უნდა. და შესაბამისად, აი დღეს ვეცდებით, რომ ზოგიერთი ესეთი ამბავიც მოვყვეთ და თან, გავარჩიოთ რა არის, რა დაზვერვა, რას წარმოადგენს თანამედროვეობაში, მე-20 საუკუნის ისტორია შევეხებით, რა თქმა უნდა, ძირითადად. მოდი ჯერ ვიტყვი რა არის დაზვერვაში მთავარი. ნუ ყველა მიცით რომ დაზვერვის ამოცანა მიზანი არის მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება, მოპარვა. და ამაში არ გამოდგება დაზვერვას ჯეიმზ ბონდისნაირი ტიპი. ჯეიმზ ბონდისნაირი ტიპი გაცხადებული შპიონია. ხო. ხოდი მას ყველა მოერიდება, ხო? ეხლა ბოლო პერიოდში ხო ძალიან პოპულარული გახდა უცებ ჯეიმზ ბონდი კიდევ. იმიტომ რომ გამოიცვალა. ქართველი გახდაო ისა უფროსია და კი ბატონო, ხო. ამ ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი გახდა ქართველი. ჯეიმზ ბონდში თორს. ქართულ წარმოშობას ხო შემთხვევაში. ემი ქვია თორსები ჯეიმზ ბონდში ფილმებში. ხო, სიანდუში სი ქვია. სი საიდან მოდის? ბრიტანეთის დაზვერვის პირველი უფროსი იყო გვარად კემინგს, ანუ სით იწყებოდა რა ეს გვარი და კიდე მოდის სი. დღემდე ეძახიან სის და კიდე ეძახიან control. დატოვღაც ესე თვითონ ბრიტანელი დაზვერვის ოფიცრები. ხო, ანუ ინფორმაცია რომ მოიპაროთ, ამისთვის ყველაზე კარგი იარაღი, რისხანე იარაღი. რის მოპოვებისკენ ისწრაფვის ყველა დაზვერვის სამსახური, ეს არის ორმაგი აგენტი. ვინ არის ორმაგი აგენტი? ეს არის რომელიღაც კონკრეტული ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც მიუწვდება ხელი თავის ქვეყნის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, საიდუმლოებებზე და მუშაობს სხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურზე. აი ეს არის მთავარი დაზვერვაში, რომ რაც შეიძლება ბევრი ორმაგი აგენტი ყავდეს სხვა ქვეყნებში, რა თქმა უნდა. მაგრამ რამდენად ძნელია ამის სამუშაო. თავისთავად ცხადია და პლუს ამას ცხადია ეს უნდა ქნა, რომ შენი მოქალაქე არ იქცეს ორმაგ აგენტად, ანუ შენგან არ გავიდეს ინფორმაცია სხვაგან. და აქ ვინ ვისაჯობებს? შენ წინახსენი რომ მე-20 საუკუნეში ძალიან, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი გახდა დაზვერვა. ეს განაპირობება იმან, რომ ცივი ომის დროს ახან ეს ორი ქვეყანა, ესე ვთქვათ, ძალიან მტრობდა ერთმანეთს, საბჭოთა კავშირი და ამერიკა, და პლუს ამას საბჭოთა კავშირი ძალიან ჩაკეტილი იყო. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ინფორმაციის რაღაცნაირად მოპოვება ამ ჩაკეტილი ქვეყნიდან და ეს ჩაკეტილი ქვეყანა საბჭოთა კავშირი ცდილობდა ინფორმაციის მოპარვას ამერიკიდან, რომელსაც მანდამენტს კარგად არ იცნობდა, უცხო ფენომენი იყო მისთვის. და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უძლიერესი დაზვერვა იყო საბჭოთა /რუსული. ამას ჰქონდა თავისი რამდენიმე მიზეზი. პირველი ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დასავლეთში აბსოლუტურად გულწრფელად თანაუგრძნობდა კომუნიზმის იდეას და ამიტომაც თავისინებით ეხმარებოდა საბჭოთა კავშირს. და ასე მოიპოვა თავის დროზე 20-იანი წლების ბოლოდან საბჭოთა კავშირმა უამრავი ძალიან ძვირფასი ორმაგი აგენტი, რომელთანაც ძალიან ბევრი საერთოდ უსასყიდლოდ, ანუ ფულს არ ითხოვდა სანაცვლოდ, აძლევდა საბჭოთა კავშირს ძალიან სერიოზულ მნიშვნელოვან ინფორმაციას. მათ შორის ყველაზე ლეგენდარული იყო კიმ ფილბი, ინგლისელი, რომელიც იმდენად ნიჭიერი დაზვერვის ოფიცერი იყო, რომ უპირებდნენ საერთოდ გაეხადათ სი, ანუ ის რომ გამხდარიყო წესით ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი, მაგრამ ჩავარდა მე და ეს კაცი მუშაობდა რუსებზე. წარმოიდგინე, ხო? მეორე 20-იან წლებში, ხო? მოყოლებული ადრეული 30-იან წლებიდან და ჩავარდა 50-იან წლებში. უამრავი წიგნი ფილმი გადაღებულია ამაზე, სერიალი და ასე შემდეგ, ეხლა სერიალი გამოვიდა, რომელსაც ქვია Spy Among Friends. წიგნის მიხედვითაა გადაღებული და იქ 100%-იანი სიმართლე შეიძლება ითქვას, რამდენად შეიძლება სიმართლე ვიცოდეთ შპიონზე. იმიტომ რომ როგორც წესი ეს ძალიან დახურული სფეროა და ბოლომდე სიმართლეს არ გვეუბნებიან, მაინც ეხა მე რაც დამჭირდა, ესე თქვა, დიპლომატიის ისტორიაზე შესწავლა, თითქოს დამჭირდა 10,000 საათი. 3-მდე დამჭირდა, რომ გამიგო რა ხდებოდა დაზვერვაში. იმიტომ რომ როგორც ჩვენ თქვი, სიმართლე ალაგ-ალაგ თუ ჩდება ხოლმე რა, წერტილოვნად, ფილმებში და წიგნებში და მაგიტომაც. ხო, ყველაზე ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი იყო კიმ ფილბი და მეორე კიდე ძალიან სერიოზული ორმაგი აგენტი
ამერიკელი ამჯერად, რომელიც ასე მუშაობდა საბჭოთა დაზვერვაზე და მე უკვე რუსულ დაზვერვაზე, ოლდრი ჯეიმსი, რომლის ბედიც გადამბულია ძალიან საქართველოსთან. ეს ძალიან ცნობილი საინტერესო ისტორიები უნდა მოყვე ახლა. 1993 წელს 8 აგვისტოს ხუთაშორის მოკლეს თბილისთან ახლოს ამერიკის დაზვერვის ოფიცერი ფრედი უდროფი. ეს დაზვერვის ოფიცერი რო ჩამოვიდა საქართველოში, ამერიკელებმა დეკლარირებულად გააცნეს შევარდნაძეს და უთხრეს ეს CIA-ის ოფიცერია და გეხმარებათ. დეკლარირებულად ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა ქვეყანა გეუბნება, რომ ეს იცოდე, რომ ჩემი დაზვერვის ოფიცერია არაფერს ანერეულ არ არის. და მე ერთ დღეს ჩვენი ბრძოლებში ეს 8 აგვისტო იყო. ეს უდროფი მანქანაში ზის, ეს მანქანა ბრუნდება თბილისში, რაღაც პიკნიკი მოაწყეს კვირა იყო. საჭესთან ზის ელდარ გოგოლაძე შევარდნაძის დაცვის უფროს და კიდე იქ არის ორი ქალი, ერთ-ერთი ქალი იმ პერიოდში მუშაობდა შერატონ მეტეხის, მაშინ მარკო პოლო იყო. მეტეხი და ცოტა ხო ყველა გაიგებს. მეტეხი იყო პირველი ნორმალური სასტუმრო საქართველოში, იქ მუშაობდა პიანინოზე უკრავდა ბარში. ერთ-ერთი ადგილი სადაც უცხოელები დადიოდნენ ეს იყო მეტეხი და კიდე ერთი ქალი, რომელსაც ნაკლებად ესე თქვა საინტერესო ბექგრაუნდი აქვს და ამ მანქანაში ოფიციალური ვერსიით შეფრინდა გარედან ტყვია და პირდაპირ თავში მოხვდა ფრედი უდროფს ამერიკელ CIA-ის ოფიცერს. ამ ამბავის ესე თქვა ისტორია საიდუმლო დღემდე გაურკვეველია, დაიჭირეს მე მალევე იმ დღეს აბსოლუტურად უდანაშაულო უპატრონო ადამიანი ვიღაცას მოკიდეს ხელი, ვიღაც გვარდილს, რომელიც ქუჩაში ერთ გზაზე ედგა, ვითომ იმან ესროლა ტყვილი არ უსროლია, მე გაირკვა შარმაიძე გვარად. მალე ყველა მაღიარა რომ ტყვილი იყო და ეს კაცი არ იყო არაფერ შუაში. მე გაირკვა რომ საერთოდ ნატყვიარი ამ მანქანას არაჩნია გარედან. არის ერთი პოპულარული ვერსია ხარ უნდა რომ ხელი დავადო იმას რომ მანქანაში მოკლეს პირდაპირ. ძალიან უცნაური ისტორია, მაგრამ კიდე უფრო საინტერესო ჩვენთვის არის ის რომ სანამ ეს კვლელობა ხდება ამ ფრედი უდროფის ცოტა ხნით ადრე თბილისში ჩამოვიდა ეს ოლდრი ჯეიმსი. CIA-ის ოფიცერი, რომელიც ფარულად დიდი ხანია ამ დროს 85 წლიდან მოყოლებული, მუშაობს KGB-ზე. და მე უკვე ინერციით 90-იანი წლებიდან მოყოლებული KGB აღარ არსებობს SVR-ზე. ანუ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურზე. და ხვდებიან ერთმანეთს. ერთმანეთთან ლაპარაკობენ მეტეხის ბარში სწორედ. მე ეს ეიმსი რომ მიდის უკან, მალე უდროფს კლავენ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრინციპში ლოგიკურად გამართული ვერსია არის ის, რომ უდროფი აქ ყოფნის დროს დააჯდა ნარკოტრაფიკის რაღაც ქსელებს, გაშიფრა რაღაც სქემები, რო უკეთებოდა ნარკოტრაფიკით ფულები და იყო ესე თქვათ კიდევ ეს მეორე ვერსია, მაგრამ ლოგიკური ვერსია, რომ აქით ამ სქემებით ფულს შოულობდნენ რუსული სპეცსამსახურები და გაიხსენოთ ეს 90-იანი წლებია, რუსეთს ძალიან უჭირს ეკონომიკურად. ფულს ელემენტარულად ნორმალურ ხელფასს და პრემიას მithumetes ვერ უხდის თავის მათ შორის დაზვერვის ოფიცრებს და დაზვერვობდა FSB-მ რო უშიშროების სამსახურმა რუსეთის რო ელემენტარულად ისულდგმულონ ფული იშოვონ იყენებენ სწორედ მსგავს სქემებს. ლოგიკურია ვარაუდოთ რომ როცა ეს ამბავი გაიგო ნარკოტრაფიკის ქსელები გაიგო ეიმსმა უდროფისგან დაბრუნდა ამერიკაში გავიდა კონტაქტზე რუსებთან და უთხრა რომ ესე და ესე საქართველოში არის კაცი, რომელსაც გაშიფრა კავკასიაზე რაღაც გამავალი ნარკოტრაფიკის ქსელები. და რუსებმა გააწყვეტეს ხადია ამერიკელის მოშორება. ოღონდ აქ რა ხდება? მე მგონი მოყოლებული რაღაც 20-იანი წლების ბოლოდან, როცა დაიწყო ცივი ომი და დაიწყო პარალელურად ცივი ომთან, ესე თქვა, ცივი ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო დაზვერვის სამსახურების შორის ბრძოლა KGB CIA-ის წინააღმდეგ. მოყოლებული იქიდან იყო რაღაც ჯენტლმენური შეთანხმება, რომ ერთმანეთს ამერიკელები და რუსები არ კლავენ. ეს პირდაპირ არ კლავენ. ანუ რუსები თავის ხელით არ მოკლავდნენ ამ უდროფს, ვერსია არის რომ მოკლევნეს ქართველებს. როგორ რაგზით ეს დღემდე გაურკვეველია. შეიძლება ამერიკელებმა მიარკვიეს, მაგრამ ეხლა მე ნამდვილად არ ვიცი. ხო. ეხლა ძალიან საინტერესო კიდევ ერთი მომენტი. ახლა ოლდრი ჯეიმს ლაპარაკობ და უკვე ახსენე რომ საქართველოსთან ძალიან გადამბულია ამ კაცის ისტორია. 85 წელს ოლდრი ჯეიმსი მიადგება საბჭოთა კავშირის საელჩოს და თავაზობს მათ თავის ესე თქვათ სამსახურს რო იტყვიან. საიბლო ინფორმაციას თავაზობს, სანაცვლოდ ფულს ითხოვს ამერიკელებისგან. ძალიან დიდი ფული იშოვა, მილიონობით დოლარით, ან მაშინ დოლარი უფრო ფასობდა ვიდრე ახლა, ინფლაცია მთელი სოფლიოს მასშტაბით რაც შორის დოლარისაც ხო, იმოყოლებული იქიდან. და გადარცა მან რუსებს გაუმჟღავნა ვინაობა იმ ამერიკელების, ვინც მუშაობდნენ რუსებზე. ანუ ამერიკელი ორმაგი აგენტების ვინაობა გაუმხილა. კატასტროფული ზიანი მიაყენა მან CIA-ს. ამ ოლდრი ჯეიმსმა, თვითონ CIA-ს თანამშრომელმა. ამერიკელები მალე მიხვდნენ, რომ რაღაცა ცუდი ხდებოდა მათ თავს. მე მიხვდნენ, რომ ეს ცუდი იყო, ესე თქვა, ნახელავი ორმაგი აგენტის, რომ თვითონ მოღალატე ყავდა CIA-ში შიგნით და დაიწყო CIA-ში ძალიან სერიოზული რიგით მეორე, თუ გვექნება დრო
მერე მოყვები რატომ მიგით მეორე mole hunt mole ინგლისურად თხოვნელას ნიშნავს და ეძახიან დაზვერვის ტერმინია ეძახიან ორმაგ აგენტს ანუ დაიწყო CIA-ში შინით ორმაგ აგენტის ძიება ვერაფერი პოვეს იყო ეჭვიტელთა სია რომ მათ შორის იყო ოლდრი ჯეიმსიც მაგრამ არ იცოდნენ რომ ეს იყო ნამდვილად არ უმტკიცებოდა არაფერი და როგორ გონია როგორ ბოლოს როგორ გაიშიფრა ეს კაცი ეს ოლდრი ჯეიმსი რა ვიცი რუსების განმოვიდა ეგ ინფორმაცია ანუ ამერიკელებს ხო ყავდა თვითონ იქ ორმაგი აგენტი რომ არა ამერიკელებს შეეცადნენ ყველანაირად რომ რუსეთის საბჭოთა კავშირი დაიშალა და ესე თქვა კგბ-ს ჩამოიშალა და შემდეგ იქნებ კგბ-ში ვინმე წამოიყვანათ იქიდან რუსეთს ეკნებოდა ინფორმაცია რომ არ იქა გითხარებ ვინ არის ვინც აფხაზიან მოგვაყენა კგბ-ს ოფიცერი sorry ოღონდ რუსი არ ქართველი წარმოშობით ქართველი როგორც ორი წელი გამოვიდა ძალიან საინტერესო წიგნი იქ აღწერილი ეს ისტორია როგორ მოხდა სიამდვილეში ეიმსის გაშიფრვა იქ წერია სუქანი ულოშებიანი ქართველი ოღონ ნამდვილი სახელაგვარი ამ წარწერია ამ წიგნში და თვითონ ალბათ თვითონაც როგორ ჩანს ეს ნამდვილი სახელაგვარით ამერიკელებს არ გაეცნო ოფიციალური ისე თქვა ოფიციალური ამ წიგნში რაც წერია მისი გვარი იყო ზაპაროჟსკი ეხლა ზაპაროჟსკი რა თქმა უნდა არა ქართული გვარი მაგრამ ნუ აქ ის ფენომენი მუშაობს რომ დაზვერვის ოფიცერი როგორ წესი სხვებს არ ეცნობა თავის ნამდვილი სახელი და გვარი რაღაც ის ქონდა მეცახელი მეცახელი ეცნობიან და ეს ტიპიც ეს ვიღაც ქართველი გაეცნო ამერიკელებს ზაპაროჟსკის გვარით და ამ ზაპაროჟსკიმ არ ვიცი რა გვარია უთხრა ამერიკელებს რომ მე არ ვიცი სახელაგვარი იმ კაცის ვინც თქვენს წინამდე გამდენ ხანი მუშაობს მაგრამ ვიცი რომ ამადა ამ დღეს ჩაფრინდა კარაკასში იქ შეხვდა ჩვენს ოფიცერს ამათო გადახე ეს ეგრევე გრაფიკს თავენ თანამშრომლობ კარაკასში ვინ ჩაფრინდა იმ დღეს და დაადგინეს რომ ეს იყო ეიმსი და მე ერთ წელიწადში დაიჭირეს უზამაზარი ზიარեր მიაღენ ამ კაცმა როგორც უკვე რა ბედი ეწია თვითონ ამას ციხეში ედგემდებოდა სამუდამოდ მიჯილი კი სამუდამოდ მიჯილი როგორც ხდება ხოლმე როცა ეს ეიმსი დაიჭირეს სვაშური ძალიან დიდი სკანდალი იყო ამის გამო როგორ გაეპარა ხა ამ ხელა ორგანიზაციას რომელსაც მილიარდობით ბიუჯეტი აქვს რომ ამდენი ხანი შპიონი ყავდა და 9 წელი ვერ გაშიფრა 9 წელი ვერ გაშიფრეს და მიდიოდა საუბაროა საერთოდ CIA-ის წაერთბიათ ავტონომია და მიერთებინათ იმაზე State Department-ზე სახელმწიფო დეპარტამენტზე არ მოხდა ეს და როცა მოხდა ახლა ეს კაცი რო აიყვანეს პატიმრობაში ნუ ესე ხდება ხოლმე რომ აი ეს მე თქვეს რომ ეს იყო დაკომპლექსებული რაღაცა ლუზერი ამიტომაც დაიწყო მუშაობა რუსებზე და ასე შემდეგ არ იყო ესე მარტივად ესე ხდება ხოლმე ყოველთვის როცა შპიონს იპოვე შენს რიგებში მე უნდა თქვა რომ იცი იმიტომ რომ დაკომპლექსებული იყო იმიტომ რომ ლუზერი უნდა გაამართლო რაღაცნაირად ახლა სისულელე საქმე რაში არის ჯერ 9 წელიო ტიპი ატყუებს ამ ხელა სამსახურს ჭკვიანია ხო დავიწყოთ აქედან მინიმუმ მეორეც არ იყო ლუზერი იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზული თანამდებობა ეკავა CIA-ში ეს იყო ყველა დაზვერვის სამსახურს ყოველ შემთხვევაში სერიოზულს გააჩნია შინით თავისი კონტრდაზვერვის სამსახური შიგნით თავისი ეს იყო CIA-ის კონტრდაზვერვის სამსახურის საბჭოთა დეპარტამენტის დირექტორი სერიოზული თანამდებობა ეხლა ამ თანამდებობაზე ლუზერი და კომპლექსებული როგორ შეიძლება შენ დასვა ხო ყველაზე უფრო შოკი ამერიკელებისთვის იყო ის რომ ამ ეიმსის მამაც კი მუშაობდა CIA-ში და ვერ წარმოიდგინეს რომ მამა შვილი და შვილი ახლა მოღალატე აი ეს არის ძალიან ძიმეა სატანი დაზვერვის სამსახურისთვის იმიტომ რომ შენ დაზვერვის სამსახურს ქმნი შენთვის თავარი არის რომ არ მოხდეს იქიდან ღალატი როგორ უნდა ქნა ღალატი არ მოხდეს როცა ამერიკელებმა დაიწყეს CIA-ის შექმნა იფიქრეს რომ იცი უნდა შევკრათ ესე თქვათ ისეთი შემადგენლობა რომ ერთმანეთთან არ მხოლოდ ამერიკელობა აკავშირებდეს იმიტომ რომ მარტო ამერიკელობას საკმარისი არ იყოს ამიტომაც ხოს რომ უნდა იყვნენ თეთრები უნდა იყვნენ ანგლოსაქსი პროტესტანტები და თად უკეთესი იქნება თუ იქნებიან იელ დამთავრებული პრინსტონი ჰარვარდი და ასე შემდეგ რომ კიდევ უფრო მეტი რაღაც ერთიანობა კონდეთ და ესე დაიწყეს შექმნა სპეცსამსახური CIA-ის თავის დროს ოღონდ რა მოხდა ძალიან საინტერესო როცა ამერიკელებმა მეორე მსოფლიო ომის მერე გაიაზრეს რომ დაძვერვა ძალიან სუსტი ყავდათ მეორე მსოფლიო ომში ყავდათ OSS-ი და OSS-ის ყველაზე ბრაიტ ტიპაჟი არის ბრედ პიტი Inglourious Basterds ხო ეს საფარია ხო ძალიან მიყვარს ეს ფილმი მაგრამ ეხლა საფარია გასაგებია ხო ანუ დაზვერვა სერიოზული არ ყავდათ და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქმნიან CIA-ს მაგრამ თან იქვე ხვდებიან იაზრებენ რომ თვითონ ამერიკელებს არ აქვთ მანდამენტ სერიოზული ცოდნა ამ საქმის ტიპიკად ახლა ვის აქვს სერიოზული ცოდნა ამ საქმის სოფლიოში რუსებს გამორიცხულია ხო მაგათ ვერ ვფრობთ ხო დახმარებას მეორე ინგლისელებს ამდენი ხანი აქვთ ხო და უთხრეს იმათ რომ დაგვეხმარეთ გამოგზავნეთ ვინმე ჩვენთან თქვენი მოკავშირე ოფიცერი liaison officers რო ეძახიათ ან კონსულტანტი იქნება ჩვენი ვინ გაგზავნეს ინგლისელებმა ამერიკელებთან დამხმარეთ კიმფილდი რუსების შპიონი ხო საინტერესო ისტორია ეს კიმფილდი რამდენიმე წელი ძალიან დიდი ხანიც არა ანუ აი რო იტყვიან 60-ში იყო რა
ანუ თავის სამსახურიდანაც იღებდა ინფორმაციას Mi-6-დან, ანუ ინგლისის დაზვერვიდან და CIA-დანაც იღებდა ინფორმაციას. და ყველაფერი მიდიოდა რუსეთში. ნუ ამან ხო საერთოდ რა ვიცი ხა, რაც იმან ზარალი მიაყენა საერთოდ დასავლეთს ენით აუწერელია. აი ფილმი იყო გაცილებით საშიში ალბათ, იმიტომ რომ ფილმის мотиваცია რის გამო გახდა ის ორმაგი აგენტი და რუსებზე მუშაობდა, იყო იდეოლოგიური. ხო და აი ეს იდეოლოგიურები არიან ძალიან საშიშები. და რა გამოიწვია ახლა ეს ესე ვთქვათ აღდგინება საბჭოთა კავშირით. ნუ წარმოიდგინე პირველი მსოფლიო ომი, კოშმარი და პირველი მსოფლიო ომი, ნუ ახლა მოდი ესე ვთქვათ კოლექტიური დასავლეთის შემოქმედება იყო, ხო? მაშინ კოლექტიური დასავლეთის წევრი იყო სხვა შორის რუსული იმპერიაც. ხო. ხო, და მერე 20-იან წლებში ფაშიზმი, ნაციზმი და თასი უბედურება, ხო, ევროპაში. და თქვენს რომ როგორც ჩანს დაგვაქცია კაპიტალიზმმა, ჯერ პირველი მსოფლიო ომი, მერე ფაშიზმი, ნაციზმი და აი იქნებ აი კომუნიზმი იყოს სწორი გზა და ამიტომაც აი ძალიან ბევრი წესიერი ადამიანი გახდა ესე ვთქვათ თავისნებით სახური კომუნიზმის. და ფილმის შემთხვევა რატო იყო კიდევ კატასტროფა ინგლისისთვის. ინგლისელები როცა თვითონ ხო დიდი გამოცდილება ქონდა თავისთავად ცხადია დაზვერვის სამსახურის შექმნის, ინგლისში ენდობოდნენ თავიანთ ელიტას. დღემდე ელიტარული ქვეყანა ჩვენში დარჩეს, ხო? ეს ძალიან იშვიათია რომ ვიღაც ესე ვთქვათ ძალიან ღარიბ ადამიანმა გაიკლოს გზა ზროლანდ. ინგლისი საკმაოდ ისეთი სპეციფიკური მაგალითია დანარჩენი ევროპისგან, ცოტა იყოს ნახევრად ევროპაა, ხო? ხო და ამიტომაც ენდობოდნენ ვის ოქსფორდ დამთავრებულებს, კემბრიჯ დამთავრებულებს. და ფილმი სწავლობდა კემბრიჯში. და კემბრიჯელი რო გახდა უცებ რუსების შპიონი, ეს საერთოდ შოკ წარმოუდგენელი იყო, რომ დაახლოებით ისე როგორც აი ეს ოლდრი ჯეიმსი, მამამისი არის CIA-ის ოფიცერი, თვითონ CIA-ში მუშაობს, წარმატებული კარიერა და რუსების შპიონი ხდება. აი ეს არის ძალიან მძიმე. და რუსების მე ბუნებრივია ხა, ეშმაკი ხალხი იყო და ვინც შექმნა თავის დროს და ჩეკა მე რო გვეპაო NKVD, KGB და ასე შემდეგ, ხო? KGB ხო გვიანდა 50-იანებში. ისინი მიხვდნენ ერთ რაღაცას. უყურე რა შეესაქმე. შენ რო ვიღაცა გადმოიბირო შენს მხარეს, აქციო ვიღაცა ორმაგ აგენტა სიტყვაზე მინისტრის მოადგილე დეპარტამენტის დირექტორი უკვე შემდგარი ადამიანი, ეს ძალიან რთულია. შემდგარია უკვე თავის ლოიალობა ჩამოყალიბებული აქვს, შემოსავალი ჩვენიერი აქვს, რავი, ცოლშვილი და შენა სტაბილურად არის დაფუძნებული იმ ქვეყანაში მოყლის ერთგული ყველანაირად. არა, მაგას არ უნდა დაეტაკო. უნდა მიხვიე წამყვან უნივერსიტეტში. იმიტომ რომ ტიპი ამ უნივერსიტეტს რო დაამთავრებს კემბრიჯს, მერე გაიკლებს გზას ყველა ვარიანტში საინტერესო ადგილას, ან საგარეო სამინისტროში, ან დაზვერვაში. ამიტომაც მიადგნენ კემბრიჯს. ძალიან მნიშვნელოვანი ისე თქვა, აი რო ითქვიან ცხენით ხოთკანიომ რა, ესე თქვა, ისეთი გააკეთეს რა და ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო ინგლისელებისთვის, რომ კემბრიჯელი შეიძლება ყოფილიყო რუსების შპიონი. და იყო შოკი მერე ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ მერე ჯერ ჩავარდა ფილმის ორი მეგობარი. მერე ფილმზე იყო ეჭვი, ფილმი მერე დაიძრუნა თავი რაღაცნაირად. მერე ერთი რუსი გადავიდა ამერიკელების მხარეს, გოლიცინი იყო გვარად. და უთხრა რომ 5 კემბრიჯელი იყო ჩვენი შპიონი და დაიწყეს ზებნა. მერე მესამე, მეოთხე აღმოაჩინეს და მეხუთეს ვერ პოულობდნენ ვერაფრით და დიდხანს ეჭვი იყო რომ მეხუთე კემბრიჯელი ვინც რუსებზე მუშაობდა, იყო სხვა არავინ თუ არა C. ანუ ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი. მერე გაირკვა რომ არ იყო C. გაცილებით უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ტიპი იყო, დამშვიდნენ მერე რომ რა ხარ მაგას გადავრჩით. აი წარმოიდგინე რა დონეზე იყო ეს ომი და თავიდან ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა საბჭოთა კავშირს ან კომუნიზური იდეოლოგიის წყალობით, რომელიც მე ნელ-ნელა გაქრა. 56 წელს უნგრეთში შევარნა ტანკებით, მერე 78 წელს შევარნა ჩეხოსლოვაკიაში ტანკებით, აქედან მოყოლებული ეს კომუნიზმის შარმი მთლიანად ქრება და ერთ-ერთი შარმი თუ დარჩა და არის რა, ფული, მეტი არაფერი, ხო? ნუ ფული თქო მნიშვნელოვანია. არავის არ გაუქმებია არც მაშინ არც ხო, თუმცა ფული არც ამერიკას საკლდა ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ ეს რუსებს არ ინანებობთ ფული ამ საქმეში არასოდეს მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თუნდაც ცხოვრობდა, მაგრამ გარეთ ბეფულს ხარჯავდნენ ამ საქმეში. ხაც ეგრეა პრინციპში. კი, ზუსტად. საერთო ისა რაღაც მახასიათებელი, ხო? აი მეორე ფლანგი რასაკეთებს ამ პერიოდში, ანუ რამდენად ყავთ მათ ამ შემთხვევაში საბჭოთა კავშირი, რომელიც უფრო ძნელი არის იდეაში, აი ამისთვის რომ რაღაც penetrate გააკეთო, ხო, შეხვიდე დახურულ სივრცეში და იქ აკონტროლო ესე ორმაგი აგენტები ყავდეს, რომლებიც გამოგიტანენ იქიდან ინფორმაციას. ასე იგი 50-იან წლების ბოლოდან მოყოლებული ძალიან ბევრი, ესე თქვათ, ძალიან ბევრი საბჭოთა დაზვერვის KGB-ს ოფიცერი მიადგა ამერიკელებს და შესთავაზეს თავიანთი სამსახური. ანუ ძალიან ბევრი რუსი თუ არა რუსი, ხო, კოლექტივად რუსი დავარქვათ, ხო, საბჭოთა ოფიცერი უცებ, ესე თქვათ, იქცა ორმაგ აგენტთა თავის ნებით და ამერიკელებს შესთავაზეს თავიანთი სამსახური. რით იყო გამოწვეული ეს როგორ გონია? 50-იან წლების მეორე ნახევარში. 50-იანი წლების და სტალინის შემდეგ. სტალინის დაგბობით. სტალინის დაგბობამ გამოიწვია შოკი
და ეს უამრავი ადამიანი, ვინც მიაჩნდა, რომ ავიცი, ემსახურებოდა ნახევრად ღმერთს, რო უთხრეს, რომ ნახევრად ღმერთი კი არა იყო, ავიც აშენელი ტირანი. განიხილდნენ ძალიან თავიანთ სისტემაში იმ იდეაში, რომ ემსახურებოდნენ. ეხლა შენ თქო უნდა ფიქრობ, რომ აშენდა ამერიკა 60-იან წლებში. არა შენდა ამერიკა 60-იან წლებში. ვერი ხეი რამით ვერანაირად. ეხლა ვადგები ძალიან საინტერესო ისტორიას. ეს თქვი, რომ სმეილს თხოვე ხა მოთვინებით აღუჭიროს რაღაც სახელებს რო ახსენებ არ დაიბნეს. ისევ და ისევ კიმ ფილდი ინგლისის დაზვერვის უნიჭიერესი ოფიცერი, რომელიც მუშაობს რუსებზე, კემბრიჯში დამთავრებული, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მერე CIA-მ თავისთან ესე თქვა, თავისთან რა CIA-ში გააგზავნეს როგორც მოკავშირე ოფიცერი, ინგლისელებმა გააგზავნეს. და როცა ფილდი მუშაობდა ამერიკაში, თანამშრომლობდა CIA-სთან, მის უახლოესი მეგობარი იყო ამერიკელების თავისუფლ ამერიკელების უნიჭიერეს დაზვერვის ოფიცერი Angleton, James Jesus Angleton. ფილდი და Angleton არიან უახლოესი მეგობრები. და Angleton არის CIA-ის შიდა კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი. და ითვლება, რომ ესეთი ნიჭიერი ადამიანი CIA-ს არ ყავს, ესეთი ამერიკას არ ყოლეკით ნიჭიერი დაზვერვის ოფიცერი. გახდნენ უახლოესი მეგობრები. მე როცა ირკვევა, რომ ფილდი იყო რუსების შპიონი, ეს Angleton-ი ისეთ შოკს იღებს, რომ შოკიდან ვერ გამოდის საერთოდ და მე ყველგან ელამდება შპიონები. ხო. და იწყებს CIA-ში, ასე იწყება CIA-ის შიგნით პირველი დიდი მოულჰანდი. აჰა. ხუნელის ხო. და საბოჯამში ვერ პოვლობენ ვერაფერს და ამ კაცმა ანგრია CIA ამ Angleton-მა რომ ეძებს შიგნით რუს შპიონებს. საბოჯამში ვერანაირად ვერ იპოვა. და რა მოხდა ამ დროს? თან ამ დროს ეს კაცი რაღაც თეორიას აყალიბებს Angleton-ი რომ აწი რუსი რომ მოვა ჩვენთან ვინ შემოგთავაზებს სამსახურზე ყველა ვარიანტი მოგზავნილი იქნებაო. რომ დეзინფორმაცია მოგვიტანოს. ეს სვაშური ძალიან მიღებული ისე თქვა გავრცელებული ტექნიკა, ტექნოლოგია. რომ სიტყვაზე მე ვარ რაღაცა ქვეყნის სამსახურის უფროსი თუ მავის. ერთ-ერთი უფროსი და მინდა რომ სხვა ქვეყნის სამსახურს მიაუყენო დიდი ზიანი. აუძახებ ჩემს ერთ ნიჭიერ ოფიცერს ვეთქვი რომ შენ გევალება ახლა. მიხვიდე იმასთან შესთავაზო შენი სამსახური და თავიდან მეიდანე ნაღდი ინფორმაცია. მოიპოვე მათი ნდობა, ისიც ბერნერები იქნებიან ფულს გადაგიხდიან და რაღაცა მომენტში მე წაუღებ იმათ მაგარ დეзინფორმაციას. ისეც რომ აი საერთოდ დაანგრევ იქაურობას. ხოლო Angleton-მა თქვა რომ აწი ვინც მოვა ყველა ვარიანტში იქნება დეзინფორმატორი და მოგზავნილი. და ეს რუსები რომ მიადგენ სტალინის დაგმობის შემდეგ აი პაჭკაპაშკა რო ითქვიან CIA-ს არიხებდნენ აპრობებდნენ უკან და ეხლა რაც ვამბობ შეიძლება არ დაიჯეროთ ბევრმა. დაახლოებით 10 წელი CIA თითქმის ვერ მუშაობდა. ყველას კარს უკეტავდა და ბოლოში ეს Angleton-ი მოხსნეს თანამდებობი და თქვეს ხალხო რისთვის იღებთ ამდენ ფულს თუ თავარ ფუნქციას არ ვასრულებთ რუსები მოდიან პატაპონტით ინფორმაციას თავად ჩვენ კარს უხურავთ იმიტომ რომ მე როდესღაც შეიძლება დეзინფორმაცია მოგვიტანონ მაშინ და ბარათო თუ არ რო იტყვიან ხო გლიშიში ცხარევის გაუწყვეტიო ეგეთ რაღაც აკეთებდნენ ეგ იყო აი ესეთ უცნაური რაღაცა მოხდა კიმფილბის ღალატმა ესეთი ზიანი ხა თვითონ ვერ წამოვიდგენა ცხადი ეს კიმფილბი რომ ამ თავის ისე თქვა ღალატის გამჟღავნებით ასე დიდ ზიანს მიაყენებდა ამ ხელა ქვეყნის ანუ ამერიკის დაზვერვის სამსახურს. ესე მოხდა ეს უცნაური ისტორიაა ძალიან. და ეს რო აიღო ეს ცივი ომი ხა პრინციპში რაც ვიცით ჩვენ დაზვერვაზე ზედა ცივ ომზე ვიცით. იმიტომ რომ ცივი ომი რომ დამთავრდა და მე გაჩნდა ეს ილუზია როგორც ყოველთვის ჩდება ხოლმე ომის დამთავრების მე რომ ომი აღარ იქნება. ხო. მე დაიწყება უამრავი მემუარები და მოხდნენ იქ სიმართლე ბევრმა რა და მე ხა შეწყვეტეს მემუარების წერა იმიტომ რომ ახალი კონფრონტაცია და ეს ხო აღარ წერენ ესე მარტივად. ხო, თან იწერება ლიტერატურაშიც გადავიდა მე ძალიან ბევრი რაღაცა ხო. აი სუროვის წიგნები რა თუნდაც. სუროვის გაპარია ხო მაგრამ ძალიან ეგ ჟანრი ძალიან გააპოპულარულა ასე ვთქვა. კი ბატონო, კი. ხო და ჩემი აზრით ხოდა შორის ახლა თუ ადამიანს უნდა რომ ესე თქვა გაიგოს რაღაც დაზვერვაზე ყველაზე მეც გაიგებს არა იმდენად მემუარებიდან ამ თუმცა რაღაც სახელმძღვანელოები არსებობს დაზვერვა მშრალია როგორც ეს. კარგი ლიტერატურიდან მხატვრული ლიტერატურიდან შეიძლება გაიგოს და რატომ არის ეგეთი ჩემი საყვარელი მწერალი გრემ გრინი ინგლისელი რომელიც სხვა შორის თვითონ იყო დაზვერვის ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცერი და გრემ გრინი მწერალია რომელსაც რა ვიცი 20 რომანი აქვს დაწერილი მე მგონი აქედან რამდენიმე ესე თქვათ დაზვერვაზე დაარჩენი ჩვეულებრივ თემაზე რაღაც სიყვარულზე და ასე შემდეგ დაზვერვაზე რამდენიმე წინია დაწერილი ძალიან საინტერესო ძალიან ჩემი აზრით ინფორმატიული და მართლა შეახედებს შინ რა ხდება. ერთ-ერთი გენიალური პაროდია, რომელსაც ქვია Our Men in Havana. ჩვენი კაცი ჰავანაში. ნუ ეს არის ენით აუწერელი ფარსი. არის ახლა დასპოილება არ გამოდის ისეთ წინაზე ვიტყვი. ერთ საწოდავი ინგლისელი ცხოვრობს კუბაში. ეს მანამდე სამ კუბაზე რევოლუცია მოხდება, კომუნისტები მოვლენ. ჩვეულებრივი ქვეყანაა კუბა. ყიდის სპერსასრუტებს.
ქცოლი მიატოვებს და გოგოს მარტო ზრდის, გოგო თინეიჯერ გოგო და იმას დიდი მადა აქვს, ხან რა უნდა, iPhone-ისთან რაღაცები უნდა, პონი უნდა. ახლა iPhone-ები უნდა, ახლა ახალგაზრდობას მაშინ პონი უნდა, რაც ცხენი უნდა და ერთვენი ერთ დღეს ვიღაც ინგლისელს გადაეყრება, რომელიც ეთქვის, არ გინდაო, იმუშაო ჩვენ მთავრობაზე, გახდი ჩვენი აგენტი, დაზვერვის ოფიცერი გახდი ჩვენი ჰავანაშიო და უხდიან ხელფას და ახლა ამბედურმა საიდანო მოიპოვოს ინფორმაცია, ყიდის პერსასრულდებს. მე იგონებს ზღაპრებს და ზღაპრებს უყობა თავის მთავრობას და კაი ფულს იღებს და მთავრობაც რა მაგარი აგენტი ყავს. გენიალურიც გენია რა. ხო და ესეთებიც ხდება როგორც ჩანს რა, გრემბრინი როგორც ჩანს მომხდარა ეგეთი რაღაცები როგორც ჩანს რა. ხო და ამ წინდა ნაკლებად, მაგრამ გრემბრინს აქ ძალიან საინტერესო ქვია human factor, ადამიანური ფაქტორი, აქედან ჩანს ძალიან კარგად რა ხდება დაზვერვაში, კარგი და ცუდიც, რა არის დაზვერვაში მნიშვნელოვანი. აი human factor-ში ყველა არ ქვია, ეს ჩანს რომ დაზვერვაში ეს არის უმნიშვნელოვანესი, ადამიანური ფაქტორი არის სწორედ უმნიშვნელოვანესი. ნდობის ფაქტორი, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ახლა ამას სულ მეორე ხოლმე ჩემ ლექციებზე. დაზვერვისნაირი საქმიანობა, რომელიც იდეაში ერთ შეხედვით ტყუილზე აგებული მოტყუებაზე, ხო, манипуляციაზე, ადამიანებს შორის ნდობაზე დგას. ხო. აი ეს რაც უნდა უცნაური იყოს. ანუ მე ესე თქვათ, შევიძინე იქ ორმაგი აგენტი, ის მასთვის ინფორმაციას. ხო შეუძლია პრინციპში მომატყუოს. რა გარანტია მაქვს? მე ისე უნდა გავაკეთო, ეს ორმაგი აგენტი, მე ესე თქვათ, მე მეგობრებოდეს, მაფასებდეს. ეხლა კი გავრცელებულია ეს ჩვენთან რაღაც ზღაპრები, რომ აგენტებს ხო ცუდად ეკცევიან დასცინე, არა, პირიქით. არანაირად. აგენტი როცა ყავს, უნდა გაუფრთხილდე, იმიტომ რომ ეს არის მთავარი იარაღი დაზვერვის ბრძოლაში. ამიტომაც პირიქით ძალიან უფრთხილდებიან მათ. და მართლა მეგობრდებიან. მოჩვენებით კი არ მართლა მეგობრდებიან. აი ამაზე დგას. და human factor-ში ამ წიგში ჩანს ძალიან გადა ეს მომენტი როგორ მუშაობს. იქ ჩანს ბუნებრივია ინგლისური დაზვერვის ბრძოლა რუსულ საბჭოთა დაზვერვასთან ამ წიგში. აღმოსავლეთ ევროპაში, მაგალითად იგივე პოლონეთი, ბალტიისპირეთის შემდეგ აი იქ როგორ მუშაობს ეს CIA ისე რომ რაღაც წარმატებები აქვს ამ ხრივ, ხო? იგივე პოლონეთში ხო მიმდინარეობდა ძალიან დიდი ის ამ ორ იმას შორის, KGB-სა და CIA-ს. პოლონეთში უცა სოლიდარობის მოძრაობა გამოჩნდა, დაიწყეს რეიგანის დროს, დაიწყეს მათი სერიოზულად დაფინანსება. და ეს ხო არ იყო პრინციპში, ეს იყო არაიმდენად ინფორმაციის მოპოვება პოლონეთთან, რამდენადაც ჩიგნის ისე თქვათ სიტუაციის დესტაბილიზაცია, რეჟიმის დესტაბილიზაცია. აი ამ მიმართულებას ქვია დაზვერვაში covert action ქვია ინგლისურად. რუსებს სხვა ტერმინი ქონდათ ამისთვის. აქტივნე მეროპრიაცია. და ბოლო პერიოდში სხვა შორის ინგლისური დაზვერვის ლექსიკონში შევიდა ეს რუსული ტერმინის თარგმანი active measures. იმიტომ რომ რუსებმა ისე გაიწაფეს ხელი ამ საქმიანობაში, რომ უკვე ინგლისელებს ეძახიან, ამერიკელები და ინგლისელები ინგლისურ სამყაროში ეძახიან active measures. ეს არის დესტაბილიზაცია, რეჟიმის დამხობა, რაღაცა რევოლუციების მოწყობა, ვალუტაზე დარტყმა და ასე შემდეგ, მკვლელობა, ტერორიზმი, ყველაფერი ეს იხარშება აი რასაც ქვია ერთი მიმართულება active measures. ეს არის საერთოდ დაზვერვაში, როგორც ამბობენ, არის რამდენიმე ესე თქვა კომპონენტი. პირველი ეს არის ინფორმაციის მოპოვება, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. მეორე ეს არის ინფორმაციის ანალიზი, ასევე მნიშვნელოვანი. მესამე ეს არის active measures. პოლონეთის შემთხვევაში სოლიდარობის ხელით ისეთ რეჟიმი ძალიან დაასუსტეს და მეოთხე ეს არის ცოტა საკამათოა დაზვერვაში შედისო, კონტრდაზვერვა. ალბათ აინ შედის, იმიტომ რომ თან გინდა რომ შენ არ დაგზვერო ნაკეთ, ხო? ეგ მომენტია. ეს ოთხი მიმართულება ყველაზე ესე თქვა მნიშვნელოვნად შეასწავლია დაზვერვაში. კიდე ეხლა ტექნიკური დაზვერვა ძალიან სპეციფიური ეხლა რა უნდა არც ვიცი მე ეხლა. ერთის ვიცი რომ ყველაფერი შეიძლება მოისმინონ და გატეხონ. რაც შეერთებული ინტერნეტში და. აი საინტერესო რა არის, ხა ჩინეთი მაგალითად ხო ამ ბოლო პერიოდში რა არის პრინციპში კომუნისტური ჩინეთი და მე უკვე თუნდაც თანამედროვე რომელიც ერთ-ერთი გლობალური მათ ჩამოყალიბდა ხო ძალად და სუპერსახელმწიფოდ რამდენად არის აი ჩინური დაზვერვა როგორ მუშაობს და თუ ვიცით რამე ამის შესახებ საერთოდ აი ძალიან კაი შეკითხვაა იმიტომ რომ ჩინელები ხო არ ჩქარობენ არსად ხო როგორც ჩანს აქ ძალიან ფრთხილად მუშაობენ ცნობილი არის ის რომ ჩინეთის უსაფრთხოების სამსახური რომელიც შედის დაზვერვის სამსახურით, სასაგარეო დაზვერვად შედის. პრინციპში თითქმის ყველა თავის მოქალაქეს იყენებს როგორც ინფორმატორებს. ანუ შენ ჩინეთის მოქალაქე რუცხოთში წახვედი საცხოვრებლად, იქიდან რაღაც არც არაფერი საინტერესო არ ხდებოდეს, მაინც ავალდებული ხარ რაღაც რეპორტები წერო ხოლმე. ამიტომაც ძალიან დიდი ქსელი აქვთ. შეიძლება ძალიან ბევრი წყარო, მილიონობით წყარო გამოდის, ხო? აბსოლუტურად აეფექტური, მაგრამ მაინც იყოს. დარჩეს, რა იცი, სად რა იქნება რამე საინტერესო მე აღმოჩნდეს. და მე მგონი ჯერჯერობით ერიდებიან ეს აქტიურად ესე თქვა აი ამ მუშაობას, ორმაგი აგენტები გაიჩინონ. როგორც ჩანს ეს აგრესიულად ჯერ არ მუშაობენ. იყო ერთი-ორი შემთხვევა, მაგრამ ცოტა იყო ძალიან ეს შემთხვევები, რაც იმას მიანიშნებს, რომ
ან ძალიან კარგად მუშაობენ, ამიტომაც იყო ძალიან ცოტა. ხო. ან ძალიან ცოტას მუშაობენ. ხო. ეხლა საერთოდ დაზვერვა მუშაობს კარგად, როცა დაზვერვა კარგად მუშაობს, ის არ ჩანს. ოღონდ ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ასეთ თორაფერ აკეთო არ ჩანდე. ხო, ეგ მაგაშია საქმე, ხო? როცა კარგად მუშაობ, აუცილებლად არ უნდა ჩანდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ერთი აქსიომა დაზვერვის, ჩემი აზრით, რა. თუ გაჩნდა ესე თქვა, ჩანხარ, ჩავარნა თუ გაქვს კატასტროფაა და თუ შენ წარმატებად ჩანს, ეგეც არ ვარგა. იმიტომ რომ გამოჩნდი რაღაცა და არ ვარგა, ეს დამწვარი ხარ. როცა ამერიკელებმა ჩატარეს საოცარი ოპერაცია და გამოიყვანეს ირანიდან აი ეს დამალული ხალხი ვინც იყო საელჩოს თანამშრომლები. მე ყველაფერი შეტენეს გაიგაგებით იმას კანადის თავრობას, რომ CIA პრეშვაშერერი. სვაშერზე ჩანს ძალიან კარგად იმ ფილმში. არგო, რომელიც საკმაოდ რეალისტურია. აქვია არგო, კი საკმაოდ რეალისტური ფილმია, თამაშობს ის ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქვარი, ეს უბედური, არ მეწყინოს. პენაფლეკი? პენაფლეკი ხო? და ტიპი ვინც ეს გააკეთა, პენაფლექს ნაკლებად გავდა გარეგნობით, მენდესი იყო გვარად, CIA-ის თანამშრომელი, ვინც ესე თქვათ, იყო ლეგენდა ადამიანის შენიღბვაში. ამ CIA-ის თანამშრომელმა იცოდა ადამიანის შენიღბვა. ნუ დაახლოებით როგორც Mission Impossible-ში ხო ეს ნიღბებს რო იხსნია. ტიპის ეგეთ დონეზე მივიდა ეს ტიპი რა. და ამან გამოიყენეს ამერიკელების გაჭედილი ვინც იყვნენ თეირანში. ისე რა არის, საერთოდ ძალიან ბევრი კონსპირაციის თეორია ხოლმე უკავშირდება დაზვერვის სამსახურებს. რა, ნუ ჯერ ყველაფერს KGB-ზე მიწებება, საერთოდ პოპულარული ისაა, ხო, იგივე ან ყველგან აგენტის ძიება. ქართველებს უყვართ ძალიან აგენტები. ხო, აი ჩვენთან მაგალითად 90-იანი ვორტესენები და დღემდე მუდმივად რჩება იმაში, რომ ყველა ადამიანს ვინც კი არ მოეწონება და ინსტალში არ მოვა, ესე იგი ის ვიღაცის აგენტია ამ შემთხვევაში. აგენტის მნიშვნელობაც მაინტერესებს, რა მნიშვნელობას დებენ აგენტში ვერ გავიგებთ. საიდან არის ჩვენთან შენი აზრით ესეთი დამოკიდებულება და მე მგონი 90-იან წლებში όσο გაშდა ეს ეროვნული სამწუხაროდ ეროვნული მოძრაობის ერთი-ორი ლიდერის ლექსიკონში ეს კრემლის აგენტი იქიდან ვერ გამოვიდა ქვეყანა ჩემი აზრით ეხა ეს ძიმე თემაა ძალიან და ცდება ძალიან ჩვენს იმას რა დღევანდელ სასაუბროს ჩემი აზრით ეს აგენტი კრემლის აგენტი სუკის აგენტი და ასე შემდეგ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმაზე კიდე ხა ეს დაემატა დასავლეთის აგენტი და ხო კიდე ხო ძალიან საინტერესოა ხა როგორ წესი სამი გაატრიალება რო ხდებოდა ხოლმე სოფლიოში როგორ წესი მიაწერდნენ CIA-ს და CIA-მ აირჩია ძალიან ბრძნული ტაქტიკა კომენტარს არ აკეთებს ხოლმე რა ხო ანუ შეიძლება არაფერს შუაში არის მოიყურებს ხოლმე ხო შეიძლება არაფერს შუაში არის სამი გაატრიალება მოხდა მაგრამ ესენი როცა neither deny no confirm ხო არ სვადასტურებ არც უარ ხო აუ ეს ნიშნავს იმას რომ კიდევ უფრო მაგრები ჩანა ვიდრე არიან შეიძლება არ მოუწყვია გაატრიალება სადღაც მაგრამ სიჩუმით მიიწერენ გაიგე და კიდევ უფრო რისხანეები ჩანან ვიდრე ალბათ სიამდვილეში არიან რა და ეს არის მათი არჩეული ტაქტიკა CIA-ის რომ no comment. ბრიტანეთის დაზვერვაზეც ასევე ძალიან ბევრი კონსპირაციის. მე მაგალითად აი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მომისმენია რომ თუნდაც აი ამ პერიოდში როდესაც ეს ქართული წარმოშობის ქალბატონი გახდა მისი ხელმძღვანელი. ამინაცვალი იყო მეტრელი. აი მას შემდეგ ძალიან ბევრი კონსპირაციის თეორია, შეთქმულების თეორია თუ თეორია მომისმენია იმაზე რომ როგორ მართავს ბრიტანული დაზვერვა მსოფლიოს. აი წარმოიდგინე ხო და საინტერესოა რატომ არის მაინც ბრიტანეთზე ესე. მეგონი ჯეიმის ბონდის გავლენა მეტი არაფერი. შესაძლებელია. კი, მეტი არაფერი. იმიტომ რომ ეხა მეც გითხარი ხო, ისე პენეტრაციები ქონდა რუსებისგან ბრიტანეთის დაზვერვას რა მსოფლიოს მართავს. თვითონაც ქონდა პენეტრაციები რუსულ დაზვერვაში. მაგრამ კინფილდის ნაირი ბომბი არ ყოლიათ ბრიტანელებს რუსეთში. ამათ ბომბი ყოლათ, რომელიც ისე და ისე მეორე კინაღამ ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი გახდა. ხო, აი ხა ჩვენ არ გვითხოვს და მესამე რაიხზე რა შეიძლება ითქვას სამხარებ. ძალიან სუსტი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჰიტლერი მანდამაინც დაზვერვას არ უყურებდა კარგი თვალით. და მეორე მათი მთავარი დაზვერვის სამსახური რაც იყო აბვერი, რომელიც უფროსი იყო ლეგენდარული ადმირალი კანარისი, თვითონ მას ჰიტლერი არ უყვარდა. და ნუ ეხლა ეს უცა მეოთხე ტომზე მუშაობ, ნუ აშკარა იკვეთება, წყაროებიდანაც წავიკითხე რომ უშტი პრინციპში საბოტაჟით იყო დაკავებული ეს კანარისი, ანუ უშლიდა ხელს გერმანიას წარმატების მიღწევაში. მაგალითად ფრანკოსთან მოვარგებლად ჩავიდა უთხრა რომ არაფერი დაუთო ჰიტლერსო. ხო და აი ეს სიტუაციაში როგორ უნდა იმუშაოთ. ამიტომაც სუბტაზე მოუგო, მაშინ მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის დაზვერვამ გერმანიის დაზვერვას სუბტაზე მოუგო. ხო. და გენიალური ოპერაცია ჩაატარეს ბრიტანელებმა მეორე მსოფლიო ომში. ებანში დაეხმარათ ის, რომ გატეხეს ენიგმა. გერმანელების ვითომ მათი ჭკუით გაუტეხავიკოთ, ინგლისელებმა გადახვეს ფილმიც ყوارი მაგას კებატონ imitation game, გენიალური მათემატიკოსი და წინასწარ იცოდნენ თითქმის ყველაფერი. და მათ შორის იცოდნენ, როცა ის რომ გერმანელებს ამადამ დღეს
ინგლისის ბრიტანეთის ტერიტორიაზე ამადამ ადგილას უნდა გადაესვათ ჩუმად აგენტი ვიღაცა. ვითომ ინგლისელი, სიანდურის გერმანიის დაზვერვის ოფიცერი, თავისი რაცი და ასე შემდეგ. ხვდებოდნენ იმ ადგილას, დაიჭერდნენ, მერე წაიყვანდნენ და ეტყობდნენ. თუ არ გინდა რომ ეხლა თავი მოგაჭრა, რა ვიცი. გააგზავნეს დეზინფორმაციას გერმანიაში. გადაიყვანეს თავის მხარეს თითქმის ყველა და გააგზავნეს ყველას დეზინფორმაცია გერმანიაში. და ოპერაციას დაერქვა double cross. ეს იყო სასწაული ოპერაცია და გერმანელებმა ბოლომდე ვერ გაიგეს რომ ეს ისინი თულსაგ ანუ ისეთ დონეზე წერდნენ ინგლისელები ამას რომ გერმანელებმა ბოლომდე ჭამეს. ბოლომდე და აქ იყო ორი მიზეზი, ერთი შიდა გერმანიის პრობლემები და მეორე რომ გერმანელებს, ბოდიში ინგლისელებს მეტი გამოცდილება ჰქონდათ ამ საქმეში. ყველა ჯობდნენ სოფლიოში, მაგრამ ნუ ამ რუსებმა იდეოლოგიური შარმის წყალობით, კომუნიზმის წყალობით იმ ეტაპზე აჯობეს. ხო, ჩვენ ახლა მოსადი არ გვიხსენებია და ისრაელი, ხო? მოსადი არის ეფექტური, ძალიან დაუნდობლები ერთ-ერთ ბრძოლაში, ოღონდ მათი მასშტაბი ესე თქვა, გეოგრაფიული არეალი ძალიან შეზღუდული პრინციპში. ხო, ან ის უშუალოდ ისრაელის ინტერესები, რეგიონზე უშუალოდ უამრავი მტრების მეტრი აღარ გარჩევა, ხო? და მათი ის eye for an eye, თვალის წინ მათი ის რო არ შეგარჩენ. მიკმენ, რა ვიცი, გაგაფეთქებ, ერთო რომ მიკმინოს სიტყვაზე კორპუსის მაცხოვრებლად თელ კორპუსს ავაფეთქებ და ეს დაახლოებით ეგეთ რაღაცა, ხო, ეხლა უტრირებ, მაგრამ ასე დონეზე არის. მაგრამ მასშტაბი, რა თქმა უნდა, მთელი სოფლიოს მასშტაბით ისინი არიან გასულები და არც აქვს სურვილი და ნუ რესურსიც არ აქვს, როცა ესე ამდენი გამოწვევა გაქვს რეგიონში და დიდი ქვეყანასთან და მაინც არ არის, მაგრამ ეფექტურები არიან, რა თქმა უნდა, თუ მიჯელებთ თუნდაც იმითი, ეხლა რაც გაუკეთეს ირანს, ხო, ბოლო პერიოდში, რაც ჩემთვის სიურპრიზი იყო, იმიტომ რომ ირანის დაძვრებაც არ არის ცუდი და მაგრამ როგორც ჩანს, ნუ აქ ეხა დაძვრება კი არა, კონტრდაძვრება ჩავარდა ირანის, ხო, აშკარად კონტრდაძვრის საქმე იყო, რომ ესეთი პენეტრაცია გამოვლინდა და ვერ მოახერხა. და ირანი ამ დროს არ იყო ესეთ ხელწამოსაკრავი ძალა არ არის ამ ხრივ. ირანიც თურქეთიც საკმაოდ სერიოზულები არიან, მაგრამ ამათ მაჯობეს, იმიტომ რომ ნუ ჯერ ამერიკელებს ეხმარებიან ძალიან სერიოზულად, მოყოლებით დღიდან ლამის დაარსებისა, თუმცა დაარსებიდან არ, დაარსებიდან უფრო ვერ შეიძლება არის თუ სტალინი ეხმარებოდა ისრაელს. მოგცოტა მოგვიანებით ის გახდნენ ის ამერიკის მოკავშირეები. ყველაზე, მაგრამ ეხლა ძალიან გაგვიზრდა, მაგრამ შევარჩიოთ რა ჩენგინდა იმას ვისაუბროთ. ხო არა, მოსადი იმიტომ ჩაურთე რომ არ ბოლო პერიოდში ისეთი ოპერაციები ჩაატარეს რომ ავიცი ეხლა თუ ვინმეს დაზვერვაზე რამე ახსენდება ალბათ პირველი მოსადი არის რა თუნდაც ის პეიჯერების ის რო იყო მაშინ ოპერაცია ხო რომელიც მანამდე ფაქტობრივად მსგავსი არაფერი არ შექონია ჩვენ მაშინ ისტორიაში და მე არ კიდე ირანის როგორ ქონდათ ინფილტრირებული ესე ირანის და დაზვერვა და სამხედრო სისტემა და ესე რომ ერთ დღეში ფაქტობრივად ყველა მოქმედი მთავარი პირები ისინი თვები კი არა ამის წლები რო უცდი რომ კონკრეტულ მომენტში ერთ დღეს ყველაფერი გააკეთო დაუშვა მოქმედებაში ხო ამასაც ხო თავი არა ესე მარტივი ეს გააკეთო ესე ხო თუნდაც ახლა იმაშიც აშკარად ჩანს ხო ამ ხარ მოქმედებები მიმდინარე ომში რა რუსეთ-უკრაინის ომშიც დაზვერვებს შორის ისა ალბათ იქაც არის აქ მუშაობ ძალიან სერიოზულად ამერიკული ტექნიკური დაზვერვა სატელიტებიდან დაკვირვება ტექნოლოგიურად ამერიკა რა თქმა უნდა ყოველთვის ჯობდა ყველას მათ შორის ავიცავად ხადია საბჭოთა კავშირსაც ეხლა ჯობია რუსეთს ანუ სატელიტური დაზვერვა, ტექნიკური დაზვერვა, ეს რა თქმა უნდა უკრაინას ძალიან ეხმარება. რამდენიმე დღე გაუთიშა ამერიკამ ეს მიწოდება სატელიტური ტექნიკური დაზვერვის უკრაინას და სწორედ იმ დღეებში ძალიან გაუჭირდა უკრაინას. ეს არის ჩემი აზრით მთავარი კოზირი უკრაინის მხარეს, რაც მიიღო ამერიკის მხრიდან. აი ეს პირველი ინფორმაცია ხო, ინფორმაციის მიწოდება. სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება. აი რა არის ჩვენთვის ყველაზე ცნობილი აგენტის ისტორიაში არას გულსხმობ რა არის რა საყადნობა ამ შემთხვევაში ჯეიმს ბონდის ისტორია. იმიტომ ჯეიმს ბონდი ყველაზე ცნობილი აგენტია ლიტერატურაში, კინოში და შემდეგ და ჯეიმს ბონდი ყავს ორი პროტოტიპი. ერთი დუშკო პოპოვი, სერბი წარმოშობის, რომელიც ვითომ მუშაობდა გერმანელებს სიანდულეში მუშაობდა ინგლისელებს და გერმანელებს წინააღმდეგ, ძალიან სერიოზული ტიპი. მისი მეტსახელი იყო Tricycle. ხო ის Tricycle რაც არის ეს სამთვლიანი მოტოციკლეტი ხო რატომ სერბი, ინგლისი, გერმანია სამი რა სამი იდენტობა აქ ესე თქვა. მეორე პროტოტიპი არის სიდნეი რაილი. სიანდულეში როზენბლუმი იყო გვარად, ოდესაში დაბადებული ებრაელი, რომელიც ეზიზღებოდა ბოლშევიკები და მუშაობდა მერე Mi-6-ზე, ანუ ბრიტანეთის დაზვერვაზე. აი ეს მეორე პროტოტიპი ჯეიმს ბონდის თუ გამოისრომ სადაა დასაფლავებული აგებს ეზოში. მოკლეს ხო რუსებმა მოკლეს და დაასაფლავეს იქვე ეზოში. აბა 20-იან წლებში წელი დამავიწყეს წელი ზუსტად 20-იან წლებში შემოიტყუეს გარედან თავის საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შემოიტყუა ჩეკამ მაშინ ჩეკა იყო თუ მაშინ ჩეკა ერქვა დაკითხეს და მე ტყვია კეფაში და მე დაასაფლავეს იქვე ეზოში. ხო ასე მაგრამ ეს უფრო პოპოვიჯობია იყო პროტოტიპი იმიტომ რომ გაცილებით წარმატებული იყო ხა ჯეიმს ბონდის ტიპაჟი ისევ და ისევ გამეორდები ეს არის სიანდულეში ანტიპოდი დაზვერვის ოფიცრის
ხო. იმიტომ დაზვერვის ოფიცერი რა თქმა უნდა იყოს ჭკვიანი და კომუნიკაბელური, მან თვალში არ უნდა გეჭხირებოდეს. ხო, ეს რაღაც სუპერ გმირივით არის უფრო რა. ხო, თვალში როგორც გეჭხირებოდა, ესე გაჭიფრულია და აი ეკიდება უკან ნახევარი კონდაზვერის სამსახური, ხო? აი ამაში ესაკ. არ უნდა დადიოდეს ეგეთი მანქანით, რომელსაც შეუძლია თვითონავი ჩამოაგდოს სიდან და რა ვიცი ლაზერები ისროლოს, ხო, სიგიჟე ცალკე და ეს. ამიტომ ეს ანტიპოდია სინამდვილეში. დაზვერვის ოფიცერი, რომელსაც ბუნებრივია გააჩნია ის უნარჩვევები, რაც სიტუაცია არ გაგვაჩნიან რიგით ადამიანებს, ყოველთვის ცდილობს რომ არ გამოავლინოს ეს უცნაური ეს უნარჩვევები და კარგი ჭხუბი რო იცის. ყოველთვისერიდება ჭხუბს. რო არ დაინახოს ვიღაცა ბიჭო რა მაგრა ჭხუბობს, საიდან. საიდან არის სპეციალისტი ხო, მაგრატაროს მანქანა, ვა, რა შეასახბე. გონშიკია, ის როლელია, არ არის, აბა საიდან იცის, ხო? სინამდვილეში ეგრე მუშაობს დაზვერვის ოფიცერი, ამაშია საქმე. ხო და აი ეს რაღაც ზღაპარიო შექმნეს, შეიძლება მე მოდის ეს ლეგენდა რომ ბრიტანეთის დაზვერვა მართავს სოფლიოს. რა დონეზეც არის ბრიტანეთის ეთქვა, რაც არის ბრიტანეთის წონა სოფლიო პოლიტიკაში. იგივე წონისაა მისი დაზვერვის სამსახურიც. ხო? არა უკრაინასელი, მაგრამ ნუ ალბათ, რა ვიცი. ნუ შეიძლება ხუთელს შედის. ხო, თუმცა მაინც პოპულარული თემაა რა ბრიტანეთის. ხო, აი ეს იმან რა, ბონდ ჯეიმს ბონდმა თქვა უნდა შექმნა ეს ლეგენდა. მე ყველაზე მეტად ამ გასართობებში შპიონური ფილმები და მოწონს Mission Impossible. განსაკუთრებით პირველი ფილმი, რომელიც გადაიღო ლეგენდარულ Brian De Palma-მ. იქ ჩანს პრინციპში მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ზღაპარი რაღაც ნიღბების სვლა და ასე შემდეგ. იქ ჩანს ის, რომ დაზვერვის ოფიცრის მთავარი ძალა არის ტვინი, არა მუშტი. რამდენს შენ სხვა სივრცეში ხარ, ხო, მოხვედრილი, ხო? იქ ჩანს ეს Tom Cruise. წიგლით ხო ვერ შეყოლგან. ზუსტად, წიგლით ვერ შეყოლგან, მამაში ესაქმე. იქ რაღაც Tom Cruise ხვდება რაში ესაქმე. რაღაც მომენტში თელ სქემაში ფრობს რაში ესაქმე. ვისაც არ ახსოვს ან არ უნახავთ, პირველი ფილმი ნახო Mission Impossible, ეს კლასიკაა. ნუ გადაიღოცა ძალიან დიდმა რეჟისორმა. ხო და აი ამითია, კაი, ჩემი აზრით, ანუ ზღაპრებიც არის, მაგრამ ამავე დროს თან ჩანს თავარი იარაღი დაზვერვის ოფიცრის. რომელიც არის სტუდენტებს ამას მეუბნები ხოლმე, ყველა სექსუალური ორგანო არის ტვინი. ხო, დაზვერვაშიც ყველაზე ეს მნიშვნელოვანია. სამაგოთ რუსებსაც აქვს, ამ საბჭოთა კავშირშიც არსებობს მსგავსი ტიპის აგენტზე გადაღებული ფილმები, ეს არის შტირლიცი, ხო? ნუ შტირლიცის მსგავსი არ ყოლიათ მათ. ხო. ეს რა თქმა უნდა ლეგენდაა. ლეგენდა აგებული პრინციპში არ არსებულ ისტორიაზე, რომ ვითომ მიდიოდა ჩუმი მოლაპარაკებები სეპარატული ამერიკასა და გერმანიას შორის რაღაც დონეზე მიდიოდა, მაგრამ არანაირი, ესე თქვათ, ხარდაჭერა ამ მოლაპარაკებებს ამერიკის მთავრობიდან არ ქონდა. ამერიკა არ აპირებდა არანაირი გარიგებას გერმანიასთან, ჰიტლერის გერმანიასთან. იყო ინიციატივა რაღაც დონეზე ვენში მართლა მიდიოდა მოლაპარაკებები, მაგრამ არაფერი სიანდურის ამ გაგრძელება სერიოზული არ მოყოლია. ხო, მასეთი ალბათ საკმაოდ ბევრი იყო მსოფლიო ომის. ერთ-ერთი თავარი აქ იყო. შვეიცარიებს სხვა სადუნო ყოფილიყო, ხო? შვედეთშიც ცდილობდნენ, მაგრამ ნაკლებად. ხო და ნუ გაბერეს რო შტირლიცმა გახსნა ეს შეთქმულება და მე სტალინომ კაცრი წერილი მიიწერა და ასე დასრულდა სეპარატული მოლაპარაკებები. თუმცა ძალიან პოპულარული ფილმი იყო რა თავის დროზე და მაღალ დონეზე გადაღებული და კიდევ ერთი სიცოცხლე ამ ფილმს რაც აქვს, მოქმედება ხდება რაღაც მარტი თუ აპრილია ლამის უკვე ბერლინში და ამას ქვეყანა იქცევა, რუსი იქაა მინდვარი ბერლინთან და აქ ვითომ ისე მუშაობ თქოს არაფერი გაიგე? ვითომ არაფერი ისე მუშაობ. რა სისულელი ეგ რა თქმა უნდა პანიკა იყო სერიოზულად დაწყებული. ხო, ანუ ისტორიული უზუსტობები ძალიან ბევრია და იდეოლოგიურია გარკვეულწილად, ხო. ვარესები იდეოლოგიურად ვინახავს. მე გირჩევ და ცნობილსაც ურჩევ ნახონ ორ სერიანი ფილმია საბჭოთა კავშირის სულ გადაღებული. აი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩანს ტვინი როგორ არის თავარი იარაღი. ქვია ვარიანტ ომეგა თუ კოდ ომეგა, არ მახსოვს რომელიღაცა ერთ-ერთია რა, ორ სერიანია, ძალიან საინტერესო ფილმია. მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება მოქმედება და იქ არის ბრძოლა საბჭოთა და გერმანული დაზვერვების ორ ადამიანის შორის, საბჭოთა მზვერავი და გერმანელი მზვერავი. მართლა კაი საინტერესო ფილმია. არც თუ ისე იდეოლოგიურად დამახინჯებული, ნორმალური. ანუ იქიდან მართლა დაინახავა ეს როგორ მუშაობს ეს მუშაობდეს ადამიანი დაზვერვაში. ხო, ანუ ყველაზე ისეთი გამორჩეული ფილმები რა შეიძლება იყოს. ან ლიტერატურა თუნდაც, რაც შეიძლება ვისაც აინტერესებს დაზვერვა, აი წაიკითხოს, ან უყუროს, ან ოდი ფილმები თქვა დავიწყოთ, მე 21 საუკუნეში წიგნები ნაკლებად, ხო? Graham Greene-ის წიგნები, უკვე თქვი და ამას უკვე ვეღარ წავხებ. ორი სერიალი, ერთი ლეგენდების ბიურო ფრანგული, საბრანგეთის დაზვერვის სამსახურზე DGS-იზეა და მეორე ნამდვილად ეს Netflix-მა შვენიერი სერიალი შექმნა. ნამდვილ პიროვნებაზე, ელი კოენზე, ეს იყო ისრაელის დაზვერვის ოფიცერი, გენიოსი, პირდაპირ ვთქვათ, რომელიც პენეტრაციას მოხდა სირიის მთავრობაში. ლამის სირიის თავისუფლების მინისტრის მოადგილედ რაღაც გახდა. ქვია პიტერ The Spy, ესე ქვია და Netflix-ზე დევს და მას თამაშობს ის კიდევ ერთი კოენი მსახიობი.
ხო. ეს ორი სერიალი ჩემი აზრით ძალიან ინფორმატიული და საინტერესოა. ნაკლები აქვს სისულელი და ზღაპრები. ძალიან კარგად გადაღებულია სერიალი Homeland-ი. ხო. მაგრამ წაიზღაპრებს მაღალ დონეზე რა თქმა უნდა. ჩვენი მსახიობის თამაშობს მერაბნინიძეც. ანუ წაიზღაპრებს. ეხლა ბოლო სეზონში რო არის რომ FSB SPR-ს მიადგება და შტურმს მოუწყობს, ხო საერთოდ იგიჟია, ხო მოსკოვში იქით რაღაც. ასისულა პუტინს რუსეთში იქით რაღაც მოხდეს, ხო. ეს ორი სერიალი და წიგნები ეს ძალიან კარგი ავტორია კიდე რობერტ ლითელი, ამერიკელი ავტორი. მისი რომანები დაზვერვაზე, მათ შორის მან დაწერა წიგნი, უზარმაზარი რომანი ქვია The Company. The Company არის ერთ-ერთი მეტსახელი CIA-ს. ამ წიგნის მიხედვით გადაიღეს მე სამსერიანი ფილმი, რიდი სკოტია სხვა შორის თორსები პროდიუსერი. სამსერიანი ფილმია, რომელიც გამარტივებულია, მაგრამ საკმაოდ ნორმალურია ეს კომპანი და ეს წიგნი ფილმები, სამსერიანი ფილმი ასახავს პრინციპში ცივომს როგორი მიდიოდა ცივომის დროს როგორ მიდიოდა ბრძოლა KGB-სა CIA-ს შორის ხატრული წიგნია. და პერსონაჟები, ჩვეულებრივ ვთქვა, პერსონაჟები არიან როგორც გამოგონილი, ასევე ნამდვილები. მათ შორის კინფილდით ჩანს, სხვათა შორის. მე მახსოვს სხვათა შორის აი ბოლო პერიოდში შედარებით ახალ გამოსულ ფილმებში, ფილმი რომელშიც ტომ ჰენქსი თამაშობს. ხედი Bridge of Spies. ხო. წაიზღაპრებს. ხო, ნუ ეხა იცი რა, მე მგონია რომ ამ მიმართულებაზე უმეტესობა წაიზღაპრებს ალბათ. აი ეს რა ჩამოთვალ ნაკლებად. საკმაოდ რთული არის ალბათ დაზვერვაზე ამდენი ინფორმაციის მოგროვება, რომ რაღაცით არ გააფორმო და არ შეავსო, რომ აი ნიგა ეს ანსეტერს ვარიც, ესე იგი წლების წინ ესე იგი კიდე კილს არ ვიყენებდი, ჩვეულებრივ ფიზიკურ წიგნებს ვიყენებდი. დიდი ხანია კილზე შევჯექი 15 წელია. ანუ ეს არის 2010 დაახლოებით რა. და აქტიურად დავდივარ წიგნების მაღაზიაში, ანუ კილში ჩამძვრალი არა ვარ. ეხლა კილი ძალიან მარტივია ყველაფერი, ხო? და ვაშინგტონში შევედი, რა ქვია, Barnes & Noble-ის წიგნების მაღაზიაში. ხო და რომ მინდოდა დაზვერვაზე წიგნები მეპოვა, ეგეთ განყოფილება არ იყო დაზვერვის. და დაზვერვის წიგნები იდო განყოფილებაში, რომელიც ერქვა The US History. ხო. ანუ რაღაცა ეს სირცხვილივით არის, რომ დაზვერვაზე როგორ შეიძლება საერთოდ, ხო და აი ბოლო წლებია დაიწყო აქტიურად საუბარი, ანუ ესე თქვა, იმ ისტორიკოსების წრეებში, რომლებიც დაზვერვას სწავლობენ, რომ კაცო გავხსნათ ბოლოს ეს სფერო რა, ბოლოს მე-21 საუკუნეა და ვის უმალავ, ვისაც მოუნდება წაიკითხავს ბევრს და გაიგებს სიმართლეს, როგორც მე ქვენი, ხო, ბევრი ვიკითხე, გავიგებ ბოლოს რა ხდება ამ სფეროში. და ვის უმალავთ და დაიწყეს ბოლოს ნელ-ნელა გახსნა ამ თემის. მადლობა ღმერთს რა და ნელ-ნელა გაიხსნება უფრო მეტად, უფრო ნორმალურ ფილმებს გადაიღებენ, იმიტომ რომ ეხლა დღემდე რასაც იღებენ ან ძირითადად ფილმებს, ეს არის ზღაპარი და ზღაპარი ყველას აწყობს მაყურებელს რომ ნახავს ზღაპრებს, ფიქრებს რომ ამდენი რაღაც გავიგეს ენდურის სისულელებს უყურა, აწყობს დაზვერვის სამსახურს, იმიტომ რომ ხალხმა ვერაფერი ვერ გაიგო ამ ფილმიდან ისევ ზღაპრებში ცხოვრობს. აწყობს პროდიუსერს ბევრი ფული შეუვიდა, ხო? ხო და ნუ ეხლა ოდესღაც ალბათ ეს მორჩება ზღაპრომანია და ნელა სიმართლე გამოჩნდება ყველგან რა. აი ხა მაგალითად შენ როცა ასწავლი ჯიპაში ამ საგანს, რა ლიტერატურა შეიძლება რომ აიკითხოს სტუდენტმა მაგალითად ან ვიღაცამ დააინტერესდა საქართველოში ამ მიმართულებაზე რაღაცას გაეცნო, ხო? რამდენიმე ერთ-ერთს ურჩევ მემუარები საკმაოდ ესე თქვა გულწრფელი და ესე თქვა ინფორმატიული. ეს არის ვიქტორ ჩერკაშინ იყო რეზიდენტის მოადგილე, აი სწორედ 80-იან წლებში, როცა პიქს მიაღწია დაზვერვის სამსახურებს შორის ომმა ცივი ომის დროს, ესე იგი. ჩერკაშინი იყო რეზიდენტი არის ადგილობრივი შპიონაჟის ქსელის უფროსი. ხო. ვაშინგტონში საბჭოთა რეზიდენტის უფროსის მოადგილე იყო ჩერკაშინი და მის ხელში გაიარა ოლდრი ჯეიმსმა, სწორედ და კიდევ ერთმა ძალიან სერიოზულმა ამერიკელმა აგენტმა და ამის მემუარებია, რომელსაც ქვია Spy Handler. აი ძალიან ინფორმატიული წიგნია. ურჩევდი, თან კარგი ენით წერს 90-იან წლებში ეს ჩერკაშინი როგორც ჩანს, ესე თქვათ, თვარსები სიძე ყავს ამერიკელთან დაახლოა ძალიან რა. ხო და ამიტომაც ამერიკაში გამოიცა მისი წიგნი. რუსეთში ამის არ გამოუცხადეთ მოყოლადეთ. დავიცეთ შეიძლება არ ვიცი რა ხდება. აი ძალიან კაი წიგნი ერთ-ერთი. ძალიან ან მემუარებს თუ შეეხება. ძალიან კარგი არის სხვა შორის ასევე დამწყებისთვის, მოდი ესე ვთქვათ. მოემის კიდევ ერთი წინვალე თუმცა ნაკლებად ჩემი საყვარელი, მაგრამ ძალიან კარგი მწერლის სომერსეტ მოემის წიგნი, ეშენდენ ესე ქვია, ეს არის რამდენიმე მოთხრობა, თვითონ მოემი პირველი მსოფლიო ომის დროს ემსახურებოდა ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას და მისი ერთ-ერთი სერიოზული მისია იყო რუსეთის იმპერიაში ჩამოსვლა და მოესწრობდა ამდენ უბედურებად, მათ შორის თებერვლის რევოლუცია, ბოლშევიკების რევოლუციას, რუსეთის იმპერიაში მე ხო იქ ვარ დაბადებული, ამიტომ თქვი ახლა ესე, ხო? და ეშენდენში არის რამდენიმე მოთხრობა, რომელიც ესე თქვათ რაღაც დონეზე ხსნის მე მგონი დაზვერვის სამყაროს და სულ ბოლო მოთხრობა სწორედ რუსეთის იმპერიას ფარავს. აქ რუსეთის საგიჟეთები ხდება რუსეთის იმპერიაში და
ნუ საკმაოდ კარგი დაწერილი თქვენ კაი მწერალი იყო და როგორ ვთქვათ ეს არის entry level ჩემი აზრით როდინდრო დაიწყო ამით უნდა დაიწყო აი სამეცნიერო ლიტერატურა თუ არის რამზე სერიოზული რაღაცა არის სახელმწიფო არის შულსკი ავტორი და შულსკი აბრაჰამსი ქვია silent warfare მაგალითად ნუ სამეცნიერო რა გითხრა სახელმძღვანელოა მაგრამ მეცნიერის ზონაზე როგორ შეისწავლო ეს ისტორიული წიგნები შეიძლება იყოს სამეცნიერო კი ბატონო არის რაღაცეები მე მახსოვს ძველი საბჭოთა გამოცემა ხომ ვერმახტის საიდუმლო საქმე მახსოვს კაცო კი რაზეა საუბარი ქართველები იქ გერმანიის მხარეს კი ეხა ეს ჩვენები ხო ძალიან ბევრი ომდნენ გერმანიის მხარესაც სხვა შორის ბაბუაჩემ იცნობდა მაგრამ ძალიან ბევრს ვინც იქით მხარეს მოხვდა თვითონ არ შეუერთებათ მაგრამ იცნობდა სავარაუდოდ ორმაგი აგენტებიც იქნებოდნენ იქ ალბათ კი არა სამწუხაროდ ბაბუაჩემი გარდაიცვალა 13 წლის რო იყავდა 12 წლისას ესე თქვა რო ვიყავი უკვე დამლა დაეცადა ესე თქვა პატარა ვიყავი და ეხა საიდან გავმეკითხა რაღაცეები და ნათქვამი ქონია ოდესღაც რომ იცნობდა ვერმახტის საიდუმლო საქმეში აღწერილ ქართველებს რომლებიც ესე თქვა იქით მხარეს გაადიოდნენ და ნუ სამწუხაროდ ძალიან ბევრი საიდუმლო წაიღო საფლავში რა იყო ესე თქვა გერმანიის საბჭოთა კავშირში ესე თქვა საქართველოს საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო რა თქმა უნდა ეგ რა ურთიერთობა ქონდა ხო კი ბატონო ხო საერთოდ ეს ალბათ ესეთი თემა რომ ესეთი ამბები როგორც მოყევით თუნდაც ამ ვუდროფის შესახებ შეიძლება იყოს სხვადასხვა წერტილში ევროპაში თუნდაც ხო ან ამერიკაში იცი რა საინტერესოა იშვიათი შემთხვევა იყო ძალიან რომ სადღაც მოეკლოთ ესე მოეკლათ რაღაც გზაზე ამერიკის ზაზურის ოფიცერი და მე მგონი პიონერები ვიყავით ჩვენ მანდ ანუ ქვეყანა დამოუკიდებელი ხდება ხო და იქ მოხდა მაინც და მაინც ესეთი რაღაცა ხო წელიწად ნახევარი ქვეყანა დამოუკიდებელი ხდება და ზუსტად მის ტერიტორიაზე კლავენ დაზვერვის ოფიცერი ეს რუსეთში მოხდა არ იყო მაგალითად ან თუნდაც ამერიკაში შეიძლება აი საკმერაშია რუსეთში ალბათ არ მოხდებოდა იმიტომ რომ რუსეთი ეს დაუწერელი ერთმანეთს აკლავენ ხო ეგ მომენტი არის ზუსტად საქართველოს ტერიტორიაზე მოკლეს საქართველოს დამოუკიდებელი რუსეთის ნაწილი აღარ არის უკვე შეუულიათ მოკლანა ეგ მომენტია რა გასაგებია ხო საინტერესო ამბავია იმედი მაქვს მენელისთვის გასაგები იყო საინტერესო იქნება და ვისაც გაინტერესებთ კიდევ უფრო ღრმად ამის შესწავლა ჯიპას ჩააბარეთ და მოისმენთ მაგისტრატურაში ამ საგანსაც საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაში არის საგანი ესეთი დაზვერვა ხოლო რა ვიცი ვისაც მეტი დაგაინტერესდებათ დასახლებულ ლიტერატურას გაეცანით ფილმები ნახეთ მე როგორც ვიცი ძალიან ბევრს აინტერესებს საერთოდ ეს თემა ბატონო და აქ ეხლა ნუ აი ვისაც უნდა რომ სერიოზულად შეისწავლოს დროს უნდა კარგავს რა ეხლა თქვა და ამ ხრივ ეხლა რაც რეკომენდაციები გავეცით კარგია რომ ესე თქვა სწორ გზაზე დავაყენებთ რომ დრო ალბათ დაკარგონ შეხედონ იმას საიდანაც გაიგებენ ლიტერატურის მოძებნა აღარ გაგიჭირდება ხო და ეხლა თუ გინდა გაერთობო და ჯეკი უყურებ Mission Impossible-ს თუ გინდა James Bond-საც გაერთობი ხო მეც ვუყურებ James Bond-ს ეხლა რა არის დასამალე მაგაში ხო თქო და ასევე შეგვიძლია თქვა რომ ბრიტანეთის დაზვერვა მსოფლიოს არ მართავს არა ისე როგორც ბრიტანული მასონები არ მართავენ და რა ვიცი კიდე კი ბატონო დიდი მადლობა სტუმრობისთვის საინტერესო საუბრისთვის მსმენელს დავამშვიდობები მომავალ ეპიზოდამდე მე დიმოქს მალე დაგიბრუნდებით